მადლობა გუშინ ჩვენ რაც ვნახეთ პირდაპირ ეთერში არის ზუსტად ის ამბები, რასაც გვიყვებოდნენ ჩვენ ადამიანები, ასობით ადამიანი, რომელიც გახდა ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში სისტემური წამების მსხვერპლი. ეს ადამიანები გვიყვებოდნენ, რომ ისინი მიყავდათ სპეციალურ მინივენებში და იქ სცემდნენ, მათ შორის ხელმძღვანელების დავალები და ჩვენ ეს ვნახეთ პირდაპირ ეთერში. ჩვენ ისინი გვეუბნებოდნენ, რომ მათ პოლიციელები ჯგუფურად აგინებდნენ, განსაკუთრებით ქალებს არინდობდნენ და ესეც ვნახეთ მარშის მთელი მიმდინარეობის დროსაც დიღმიდან რუსთაველამდე უბრალოდ პოლიციელები საშინელებებს ეუბნებოდნენ ქალებს განსაკუთრებით მონდომები. ჩვენ ვნახეთ საბოლოო ჯამში ის, რომ ადამიანები, ვისაც აცვიათ პოლიციის ფორმა, არ იმსახურებენ იმ გერბს, იმ მუნდირს, რომელიც აცვიათ, რადგან ისინი არიან არა საქართველოს სამსახურში მყოფი, არამედ ივანიშვილის სამსახურში მყოფი. ესენი არიან არა საქართველოს პოლიციელები, არამედ ივანიშვილის პოლიციელები. ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ ის, რომ ნებისმიერი ახალი ხელისუფლების პირობებში, როგორი კოალიციაც არ უნდა მოვიდეს და ასე შემდეგ, უმთავრესი საჭიროება უნდა გაჩნდეს იმისა, რომ პოლიციაში ჩატარდეს სისტემური რეფორმა. ყველა ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა წიხლის რტმაში, უდანაშაულო ადამიანებისთვის სახეში მუშტების რტმაში და ასე შემდეგ, რაც გუშინ კიდევ ერთხელ ვნახეთ, ეს ადამიანები უნდა წავიდნენ ციხეში. ხოლო ყველა ადამიანი, ყველა ის პოლიციელი, ივანიშვილის პოლიციელი, რომელიც მონაწილეობს აი ამ გინებებში, აი ამ უკანონო ქმედებებში და ასე შემდეგ, მათ უნდა აეკრძალოთ საერთოდ საჯარო სამსახურის დაკავების შესაძლებლობა. ისინი ამას გრძნობენ და ამიტომ იღებენ იმ კანონებს ზუსტად, ამიტომ ცდილობენ რეპრესიების გაძლიერებას. საბა თქვენგან განსაკუთრებით საინტერესოა, როგორც კომპეტენტური იურისტისგან შეფასებები. ნათიას მინდა მივცეს შესაძლებლობა შეაფასოს გუშინდელი დღე, რომელიც სრულიადაც არ იყო კონტექსტიდან ამოვარდნილი, მოსაუდნელიც კი იყო, უბრალოდ მოულოდნელობა შექმნა საჯარო სივრცეში ამდენი ღია მტკიცებულების დატოვება. გუშინ როგორი აღსნილებიც იყვნენ ეს ადამიანები, აქამდე მე არ მინახავს ასე თამამად, ღიად და აბსოლუტურად დაუფარავად სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამაზე მინდა ხაზი გაუსვა პირველ რიგში, იმიტომ რომ ფიზიკურ შეურაცხყოფას რაღაცნაირად თითქოს შევეგუეთ და თითქოს ვიცით, რომ ჩვენ რო აქციაზე მივდივართ, აუცილებლად გვცემენ. ნუ განსაკუთრებით ამას კაცები იტანენ სამწუხაროდ, მაგრამ გუშინ ხდებოდა ის, რომ ჩვეულებრივი საუბრის დროსაც კი ისინი გადმოდიოდნენ ტოტალურ აგრესიაზე და პირდაპირ დედის გინებას იწყებდნენ. ანუ ვერ მოვერიდები ამ სიტყვის თქმას, აი პირდაპირ დედას გვაგინებდნენ. მე პირადად დედა შემაგინა თავისი ასობით თანამშრომლის და ასობით მოწმის თანდასწრებით კაცმა, იმიტომ რომ ვეუბნებოდი მის თანამშრომლებს, რომ მათთვისაც ვიდექით აქციაზე, მათი უკეთესი ხელფასებისთვის, მათი უკეთესი მომავლისთვის და მათი შვილებისთვის. სიტყვით ამას ვეუბნებოდი. ეს ადამიანი უბრალოდ დაიღალა ჩემი საუბრის მოსმენით და ადგა და დედა შემაგინა და იცით ყველაზე მეტად რაზე თან ვბრაზდები და თან ძამტკივა ეს სხვანაირად მტკივა, რომ როგორი არაკაცური საქციელია, იცოდე, რომ ის ადამიანი არათანასწორ მდგომარეობაშია შენთან. ან იცი სიმან, რომ მე მას ვერაფერს ვერ დაუბრუნებ, იმიტომ რომ როგორც კი მე ერთი ზედმეტი სიტყვა წამომცდება, გინებაზეც არ არის საუბარიან, სიტყვა მონაც კი რო წამომცდება, თუ მას ამის სურვილი აქვს, იმ წუთასვე ჩამაგდებს მანქანაში და აწუყვა მე მგონი შაბათიდან საბა ამას უკეთესად იტყვით 60 დღე შეუძლია მე ციხეში ჩამსვან იმის გამო, რომ დედის გინებაზე უბრალოდ ვერ მოვითმინე პასუხი. აი ამ მდგომარეობაში ვარ. სხვა ნათია მაპატი გაწყვეტი და ამის თქმა მინდოდა დღევანდელ გადაცემაში და აი გუშინდელი დღის შემდეგ თუ კი ვინმე შეიძლება რაღაც ეჭვი ეპარებოდა აი მზია ამაღლობელის რეაქციასთან დაკავშირებით, ხო? ანუ მზია მოყვა ამბავი და ამ ამბის ნაწილი იყო ის პირველი პატიმრობის დროს როგორ შეურაცხყოფას აყენებდა მას ირაკლი დგებუაძე, ანუ პოლიციის უფროსი. და მათ შორის, როცა მან შეაფურთხა ქალს, ჟურნალისტს მზია ამაღლობელს. და ის შემდეგ გარეთ რაც მოხდა იმ მომენტში, იყო მათ შორის ამ ქმედებებზე რეაქციაც. ვინმეს თუ გეპარებად ეჭვი, თუნდაც გუშინ პირდაპირ ეთერში, ეგრეთ წოდებული სამართალდამცავების ღია გამომწვევი, უზრდელობის, შეურაცხყოფის, დედის გინების, ქალების მიმართ წარმოუდგენლად უკულტურო და უდიერი დამოკიდებულების, რომ ის, რასაც მზია ამბობს, აბსოლუტურად მართალია.
აი მე მინდა უბრალოდ რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით წარმოვიდგინოთ რა შეიძლება რა იყო მზიას რეაქცია ამ შემთხვევაშიც და რაც ახლა ნათია საუბრობს ზუსტად ის რომ მან რაღაც რეაქცია მიცა ამ შეურაცხყოფებზე ჩვენ ნახოთ რა როგორ ისჭება რეჟიმის არ ვიცი როგორ შევიკავე თავი მართლა არ ვიცი და უზრდელი ადამიანიას მეტი როგორ არაფერი არ ვთქვი მართლა არ ვიცი იმიტომ რომ ეს არის აფექტის მდგომარეობა წარმოიდგინეთ ადამიანი გაყენებთ შეურაცხყოფას სრულიად დაუმსახურებლად არც იცი ვინ არის ძალიან ბევრი ადამიანის თანდასწრები და შენ აბსოლუტურად არაფერს უფლება არ გაქვს ანუ საერთოდ დაცლილი ხარ ყველანაირი უფლებისგან და მე ისეთი სტატუსები წავიკითხე ჩემი თანამებრძოლი ქალების იქ ისეთი გაუპატიურების მუქარები ისმინეს ქალებმა ეს უკვე ჩვეულებრივი დადგინება არ არის გაუპატიურების მუქარები ისმინეს ქალებმა გზაში თან ისეთ ადგილას რომ ვიდეო ტელეფონიც ვერ ამოიღეს იმიტომ რომ ეშინოდათ რომ ეს მუქარა უბრალოდ განხორციელდებოდა 5 წუთში მანქანაში აი საბა სხვა შორის ნათია რაზეც საუბრობს რაციონალური თვალით რთულია ამას ყველაფერს შეხედო, მაგრამ რაღაც გარკვეული გეგმის ნაწილიც მგონია და მარტო მე არ ვარ გამონაკლისი ამ შემთხვევაში. ქალებისადმი ასეთი გამომწვევი ქცევა არა მარტო ქალბატონების ღირსების შეურაცხყოფის მიზნით, არამედ მამაკაცების პროვოცირებისათვის. იმიტომ რომ შეუძლებელია ქალების გვერდით იდგეთ სრულიად უცნობი ქალის, არათუ შენი ოჯახის წევრის ან ადამიანის დაინახო მოისმინო ეს შეურაცხყოფები და შენ როგორც მამაკაც ქართველს ამაზე რეაქცია არ კონდეს და ეს არის კიდეც ალბათ ერთ-ერთი მიზანი, რომ შემდეგ აი ამ ტიპის პროვოცირების მეშვეობით მათ დაიწყონ ისეთი უხეში სასტიკი დარბევები ადამიანების მამაკაცებზე ძალადობა, მათი დაპატიმრება და ასე შემდეგ. თქვენ თუ გრჩებათ ეს შტაბეშტილება, განსაკუთრებით იმ უკვე მრავალდღიანი გამოცდილებით, რომელიც დაგიგროვდათ ამ პოლიციასთან კონტაქტში. სანამ საბა უპასუხებს რო არ დამავიწყდეს, ზუსტად ერთი წინადადებით ვიტყვი, რომ დღეს რამდენიმე საათის წინ დინარეთის განცხადება წავიკითხე, სადაც პირველად დაიწყო ქალების დისკრედიტაცია, რომ ახალგაზრდა ქალები ისე სიტყვებს კადრულობენ და ისე იქცევიან, რომ ეს არის აღმაშფოთებელი და რატომღაც მე ესეთი მოლოდინი მაქვს, რომ აქამდე თუ ქალებზე შედარებით ნაკლებად იყო აქცენტი, ახლა ისინი აპირებენ სწორედ აი ამ განცხადების შემდეგ, რომ ჩვენც ამოგვიყონ მიზანში და ზუსტად ისე დაგვსაჯონ, შეიძლება ვთქვათ, ძვლები არ დაგვალეწონ, მაგრამ ჩაგვსვან თუნდაც 60 დღით ციხეში ბოდიში. ძვლების დალეწვის მაგალითებიც იყო, მათ შორის ბალერინა შეგვიძლია გავიხსენოთ. მოგეთხოვოთ გაუპატიურების ფაქტების უფრო მეშინია, ვიდრე ძვლების დალეწვის. საბა გისმენთ. მადლობა. აბსოლუტურად სწორი დაკვირვება იყო. ჩემი აზრით მათი მიზანიც ეს არის. და ანუ მადლობა ქალებს, ვინც პროტესტში არიან ჩართულები, მათზე ძალიან ბევრი რამ დგას ახლა და ვისარგებლებ ეთერით და მადლობა მოკლედ თქვენ. ეს აბსოლუტურად სწორი დაკვირვებაა, რომ მათი მიზანი არის ჩვენი პროვოცირება, მაგრამ ამის უფლება არ უნდა მივცეთ რა. ძალიან რთული არის ემოციურად მაგას გაუძლო, თუმცა აი გაიხსენეთ, მათი მესის ბოქსი რა იყო ზარქუას შემთხვევაზე, ხო, რომ აუ ქართველები ვართ და ვერ მოვითმენთ და ჩვენ უნდა მოვითმინოთ, მაგრამ მათ არა, მათ არ უნდა მოითმინონ არაფერი, ხო? თან იქ რა იყო, თუ გახსოვთ, ხო, იქ იყო ამბავი, რომ ე ბიჭო, არჩევნები რო გააყალბეთ აქ რო წამოხვედი რაღაცაზე, ეგ როგორ და ეს გინებათ ფასდება და მე რომ მივდივარ იქ 1 მეტრ სიგანეზე და მეუნებიან რომ კიდე გადაიწია ამ დროს რომ აგინებენ მე თურმე წყნარად უნდა ვიყო და ეს ყველაფერი მივიღო. თუმცა რითიც დაიწყეთ, მოდი იმას გავუსვათ ხაზი რა. მათი ამოცანა არის ჩვენი პროვოცირება. მათი ამოცანა არის რომ ჩვენ წამოგვაგონ, რომ მათ შორის გქონდეთ ჩვენგან გინების კადრები, ჩვენგან ჩხუბის კადრები, ჩვენგან ძალადობის კადრები. ჩვენ არ ვართ მოძალადე ხალხი. ჩვენ ვართ მშვიდობიანი ხალხი და ამ მშვიდობით გვინდა ზუსტად რომ ამ ქვეყანაში ცვლილებები დავაყენოთ და ეს აუცილებლად ასე მოხდება. და აი გუშინდელ დღესთან დაკავშირებით ხაზგასმით მაინტერესებს როგორი აქტი იყო იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც მუქარის კანონმდებლობაში ცვლილებების დაჩქარებული წესით შეტანის სისხლის სამართლებრივ დანაშაულად ამ პროტესტის ამსახეობის გადაგზ ყველა ამ რისკის გათვალისწინებით მაინც მივიდნენ და მიიღეს მონაწილეობა ამ აქციასა და მანიფესტაციაში. აი ძალიან კარგი თემა არის ამ ბოლო დროს, აი ამ მნიშვნელოვან ნაწილს მინდა შევეხო რა. ბოლოს ამ ბოლო დროს ისმის ხოლმე ეგეთი მოწოდებები, რომ აი ჩვენ არ გვეშინია და უშიშრები ვართ და მე ეს არ მგონია მთლად სწორი რა. ძალიანაც მეშინოდა რომ იქ თავყბას დამილეწავდნენ და გამიერთიანებდნენ, მაგრამ
თავარი არის რომ ჩვენ მიუხედავად მაგ შიშისა ეს შიში გადავლახეთ რა და იქ მივედით და ის კი არ ვანახეთ რომ არ გვეშინია, არამედ ვანახეთ რომ ჩვენი ღირსება უფრო მეტად ფასობს რა ვიდრე ის რომ თავპირს გამიერთიანებენ და მზიამაღლობელი ძლევა ამის საუკეთესო მაგალითს. ხო, მადლობა მას კიდე ამ თერიდან რა. ჩემთან ერთად იყო ჩემი მეგობარი გოგო, რომელსაც ძალიან ეშინა და გუშინ აქციაზე წამოსვლის ძალიან, იმიტომ რომ დაანოსეს რომ სისხლის სამართლით დაგაკავებთო და მესმის ხა ეს შიში აბსოლუტურად და ჩემ გვერდზე მანქანაში იჯდა მე მოხატული მქონდა სახე, მათ შორის სხვადასხვა მიზნების გამო და მხოლოდ იმიტომ რომ ეს სახე მქონდა მოხატული, ჩემს მეგობარს უკვე ეგონა რომ ამის გამოც კი დაგვაკავებდნენ მანქანით რომ ჩაუარეთ, არ ვიცი მე მგონი 500 პოლიციელს კამპუსთან ფიუნს. საკმარისი ეროვნული სიმბოლიკით ან ევროკავშირის სიმბოლიკით. დროშა ქონდეს გამოსახული, საეჭვო პიროვნება. კი, რა თქმა უნდა. მიუხედავად ამ შიშისა, რომელიც მას ჰქონდა, რომ უბრალოდ სახის მოხატვის გამოც კი შეიძლება დავეჭიროთ, მაინც გადავახა ეს შიში და ჩემთან ერთად იდგა აქციაზე და ასეთი ადამიანებზე უფრო დადგება ეს აქციები ძალიან მალე, ვიდრე ჩვენზე. მე ასე მგონია და ასე მჯერა, რომ ამ შიშს ეს ხალხი გადავახავს და მაგის იქით უკვე აღარაფერი აღარ არის. მადლობა ნათია და საბა. გადავიდეთ დღევანდელ თემასა და საკითხზე. თუ შეგიძლიათ განგვიმარტოთ ჩვენს და საზოგადოებასაც, არა მარტო იურიდიული ენით, რა გადაწყვეტილებათა პაკეტი მოამზადა რეჟიმმა, რას ნიშნავს ეს ქვეყნისთვის და ადამიანებისთვის, რომელთათვისაც დემოკრატია მნიშვნელოვანი სიტყვაა და თავისუფალ გარემოში ცხოვრება წარმოადგენს მისი რეალიზების და მისი ოჯახის ამ ქვეყანაში შენარჩუნების მთავარ წინაპირობას. კი ბატონო, დღეს დადებული ცოტა გვიან დაიდო სხვათა შორის პაკეტის მიხედვით სულ გვაქვს ცვლილება 8 ცვლილების ფაილი არის, რამდენიმე კანონში ხორციელდება და აი ძალიან მოკლედ რომ შევაჯამო, აი ძალიან უცნაურია რომ ეს ხალხის ზალის ალტიფოს მარტინენკო უნდა დავიმოწმო, მაგრამ სტატუსს დაწერა ხალხო, მე მგონი ესენი ყველანაირ შეკრებას კრძალავენ, რომ გაუკვირდა და კი მართლა ეგ არის, იმიტომ რომ რასაც ეს ცვლილებას რომ მიუყვეთ, რასაც აკეთებენ, ეს არის ყველანაირი წინააღმდეგობის პროტესტის და აქციის გაუქმება ამ ქვეყანაში, ამ საბოლოო ჯამში სიტყვის თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების, შეკრების თავისუფლების გაუქმება. პირველ რიგში რასაც აკეთებენ, ეს არის ის, რაც რუსეთში და ბელარუსშიც კი არ არის, რაც არის გაოთხმაგება ადმინისტრაციული პატიმრობის. აქამდე იყო 15 დღე, ოცნების წარმომადგენლები თავს იწონებდნენ, რომ აი ნაცებს მეტი ქონდა და შევამცირდო და ეხლა 15-ის ნაცვლად იქნება 60 დღე. რუსეთსა და ბელარუსშიც კი ეს არ აღემატება 30 დღეს. ამის შემდგომ რომ მივყვეთ, შემოდის ახალი რაღაცა სამართალდარღვევები, როგორც არის მაგალითად საჯარო მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის ან პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფა. შეურაცხყოფა რა არის? ამის დეფინიცია არ გვაქვს. საერთოდ არ გვაქვს. შეურაცხყოფა არის სუბიექტური ტერმინი. მაგალითისთვის რომ უთხრა მეორე ადამიანს რომ შენ ხარ კორუმპირებული. ანუ აი მურუსიძეს რომ უთხრა რომ შენ ხარ უსამართლო მოსამართლე. რაც ფაქტია, იმიტომ რომ მურუსიძე რამდენ ინსტანციაშიც არ იყო საქართველოს სასამართლოს ყველგან აქვს წაგებული სტრასბურგში დავა. და ვიცით რომ უსამართლო მოსამართლე, მაგრამ ეს რომ უთხრა მუტაციაში მოხდა ზუსტად ამ მიზეზით. ასე შემდეგ. რომ უთხრა ეს შეურაცხყოფად მიიგებს და ამიტომ შენ შემდეგ 60 დღით უნდა ხვიდე იზოლატორში ან და 5000 ან 6000 ლარის ჯარიმა დაგიწერონ. რომ უთხრა ადამიანს კორუმპირებული ხარო, როცა მართლა კორუფცია დადასტურებული არის დაუშვათ განაჩენით, ამაზეც რა თქმა უნდა მიიგებს შეურაცხყოფა და ასე შემდეგ. ან ადამიანს მაგალითად მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც დაკპირდა არჩევნებამდე აი ამას შეგისრულებო და მე არ შეგისრულა, რომ უთხრა მატყუ არა ხარო, ამასაც რა თქმა უნდა შეურაცხყოფად მიიგებს და მოკლედ ჩაჯდები ამის გამო 60 დღემდე ციხეში. გარდა ამისა იზრდება სანქციები 5000-მდე, 6000 ლარამდე სხვა სამართალდარღვევებთან დაკავშირებითაც ეს ჯარიმები, რაც ძალიან ეტკინათ ეს შეიძლება გამოჩნდეს აი ამ ცვლილებების მიხედვით. მაგალითისთვის ერთი ასეთი ცვლილება არის, რომ კრძალავენ დახურულ დაწესებულებაში მანიფესტაციის გამართვას. სინამდვილეში ეს რა არის? შენობაში. ეს სინამდვილეში ნიშნავს იმას, რომ აი ადამიანები თუნდაც გუშინ რომ შევიდნენ მოლში და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გააგებინეს, რომ აი აქ გარის ნახეთ რა ხდება, გამოდით, შემოგვიერთდით.
ამას აქცევენ ეს ადამიანები კანონის დარღვევად და 5,000-6,000 ლარით ჯარიმის ან 60 დღით იზოლატორის საქმეს. რაც ასევე ძალიან ეტკინათ არის ის ამბავი, რომ ჩვენ გვაქვს უცბად გამართული აქციები, ეს სპონტანური აქციები. აქამდე არ არსებობდა შეტყობინების ვალდებულება, ეხლა უნდათ რომ სპონტანურ აქციაზეც ვიღაცა გაიქცეს მერიაში და შეატყობინონ, რაც კიდევ ერთხელ ეს არის რუსული და ბელარუსული სისტემის აშკარა გამოხატულება და ზოგადად ასევე ზრდიან სანქციებს, ზრდიან ჯარიმებს და ასე შემდეგ უამრავ სხვა მუხლთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმ მუხლებზე, რომელსაც იყენებენ ხოლმე აი ამ ადმინისტრაციული დაკავებების საფუძვლად, ასევე ზრდიან მზიას მუხლზე სანქციას და ერთ სიტყვით ცდილობენ, რომ ყველანაირი რაღაცა კრიტიკა მოსახლეობიდან რაც შეიძლება წამოვიდეს, ეს იქნება ღია სივრცეში, დახურულ სივრცეში თუ პირადად რომ მიხვიდე ადამიანთან და უთხრა მასზე სრულიად ზრდილობის ფარგლებში. გინება კი არა. ანუ კიდევ ერთხელ, გინება აქამდეც აკრძალული იყო. გინება არის 166-ე მუხლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი. ესენი რასაც კრძალავენ ახლა, ეს არის შენი მოსაზრების ხმამაღლა თქმის შესაძლებლობა გინების გარეშე. იმიტომ რომ მეორე ადამიანმა თუ აიხიქვა ეს შეურაცხყოფად, მაშინ ამაზე იქნება უდიდესი ჯარიმა და თავისუფლების აღკვეცის 60 დღის ვადით. ეს არის ის, რასაც ქვია ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების, შეკრების თავისუფლების, გაუქმების მცდელობა. ანუ კიდევ უფრო მეტად რო გავამარტივო საქმე, აქამდე თუ რეჟიმის წარმომადგენლები ხელშეუხებლები იყვნენ, ახლა სიტყვად შეუხებლებიც რომ გახდნენ და ბოლო კითხვა მაქვს თქვენთან ამ შემთხვევაში როგორც იურისტთან, პირდაპირ სიტყვის თავისუფლების გაუქმება ეს ყველაფერი და საქართველოს თუნდაც ფორმალურად მოქმედ კონსტიტუციასთან რანაირად მოდის ეს თანხმდრაში? თანხმდრაში იმდენად არ მოდის თანხმდრაში ეს, რომ არსებობს მუხლები, რომელსაც ცვლიან, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე გაუქმებული აქვს. ანუ ამას ქვია დამძლევი ნორმა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო აუქმებს ნორმას და შემდეგ ამასრულებელი ხელისუფლება ან საკანონმდებლო ხელახლა იგებს იგივე ნორმას. ასეთი ნორმები გვაქვს, ანუ აბრუნებენ ცალსახად შეიძლება ითქვას არაკონსტიტუციურ ნორმებს, რაც არ შესაბამება სტრასბურგს გავანებო თავი კონსტიტუციას არ შესაბამება, იმიტომ რომ საკონსტიტუციოს ეს უკვე ნათქვამი აქვს. უბრალოდ ის სამწუხარო ვითარება გვაქვს ქვეყანაში, რომ საკონსტიტუციოს ახლა ნებისმიერ რამეზე რომ მივმართოთ, საკუთრილი დასჯა რომ დააბრუნონ და იმაზე მივმართოთ, რომ პირდაპირ წერია კონსტიტუციაში სიკვდილით დასჯა აკრძალულია, ხო? ამაზე ციტყვის რომ ნუ ეხა მაინც შესაძლებელი არ არის. სხვათა საკონსტიტუციის გამახსენდა და აი მე როგორ ჟურნალისტმა ეხა სატელევიზიო ეთერში რომ შეფასება მივცედა, თქვა რომ საკონსტიტუციო სასამართლოს უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამოცდილებით მიმაჩნია რომ ისინი არიან პირდაპირ პოლიტიკური გავლენის ქვეშ მართველი რეჟიმის, რაც პოლიტიკური კორუფციის ერთ-ერთი გამოხატულებაც არის და ამხრივ კორუმპირებულებად მიმაჩნია, მათ შეუძლიან მე ამ შემთხვევაში როგორ ჟურნალისტ ამ სიტყვის გამოხატვის ამ შეფასების გამო ასე თქვა ჩემს მიმართ აღზრან საქმე და ასე შემდეგ. გიჩილო, ხო? აქამდე როგორც ხდებოდა, ეს იყო სლაპი საქმეები, ქვია ამას, ანუ დეფამაციის საქმეები, მოკლედ ცილის წამების მუხლით მიდიოდნენ სამოქალაქო წესით სასამართლოში, ეს უამრავი ტელევიზიის მიმართაც ასე შემდეგ, ხო? უბრალოდ ამას თვეები ჭირდებოდა და ეს ეტყობა მობეზრდათ, არ უნდათ ამის გაკეთება და ეხლა პრინციპში ეს მუხლი, რომელშიც შევიდა ეს ცვლილება, ახალი რაც დაამატეს, უბრალოდ თვითონ ამ მუხლის ჩანაწერი არ შემოზღუდავს ამას ისე რომ თქვენ აუცილებლად უნდა მიხვიდეთ და პირდაპირ უთხრათ ეს სათქმელი და შეიძლება ეს მუხლი თავისუფლად გაავრცელონ აი ასეთ შემთხვევებში საჯარო დავსვათ Facebook-ზე თქვენ რომ დაპოსტოთ რას ფიქრობთ ყველანაირი ცენზურის დაცვით საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ამაზე შეიძლება ფორმალურად გავხსნათ როგორც მედიაში ასევე სოციალურ ქსელებში მათ შორის Facebook-ში გამოხატულ აზრსაც ეხება რომელიც ფაქტობრივად კრიმინალიზდება თუ ეს ყველაფერი იქცა მართლა კანონი ამ კანონ პროექტების ინიციატორის განმარტებით მამუკა მდინარაძის ეს ეხება უნდა შეეხოს მხოლოდ იმ შემთხვევებს როდესაც ეს ფიზიკური თქმა იქნება მაგრამ როგორი ჩანაწერის არის გაკეთებული აი ამ ახალ მუხლში ეს ეხება არა უშუალოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას არამედ ზოგადად შეურაცხყოფასაც შესაბამისად შეიძლება ამაზეც გავხსნილოს მადლობა საბა და ნათია და საბა ხე გადმოვდივარ უკვე თქვენი როგორ ხვდებით ამას ყველაფერს? რა გაგებით ამ თქვენი გვეცინებოდა ეხლა გვეცინებას თითქოს ასაცილო ეს ყველაფერი რომ საერთოდ ჩვენს თავს ხდება უბრალოდ მე სუბიექტურად დიდი ხანია მგონია და რა ვიცი აღარც ვწერ ჩემს ედიტორიალებს რაც ჩემს მოვალეობას წარმოადგენდა იმიტომ რომ
წლებია მართლა ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობები და ამ საფრთხებზე ვსაუბრობთ, ვიშველებთ მაგალითებს, გავაკეთეთ არაერთი ვრცელი ანალიტიკური სიუჟეტი, როგორ ხდებოდა ეს რუსეთში, როგორ ხდებოდა ბელორუსში და ასე შემდეგ, რო ეს ყველაფერი გაგვეთვალისწინებინა, მაგრამ მოვედით ამ წერტილამდე მე არ მიმაჩნია, რომ ავტორიტარიზმი ახლა იწყება, მე მიმაჩნია, რომ ავტორიტარიზმი თავის კონსოლიდაციის ეტაპზე გადავიდა და ცივ სისხლიანად ამას ყველაფერს აკეთებენ, რომ უკვე კანონიერად ავტორიტარიზმი შედგის ამ ქვეყანაში, ამის გამოხატულება, რასაც ახლა საბაქვი ხსნიდა, როგორი უნდა იყოს საზოგადოების რეაქცია ამაზე ყველაფერს. ჯერ კიდევ მაქვს ალბათ მოწოდების უფლება, რომ არ დაემორჩილოთ ხო საბათ, იმიტომ რომ სისხლის სამართლის მუხლებშიც იყო ცვლილებები. სისხლის სამართლის მუხლებში ძირითადად სანქციები გაიზარდა და ასე შემდეგ, მაგრამ მთავარი არის ხო, როდის მიიგებენ ამ კანონებს. ეს იქნება სავარაუდო დაჩქარებული წესით და პარასკევისთვის. აი მე მგონია, რომ აი პარასკევამდე ხო ლეგალურად გვაქვს თუ და აი შაბათს უფრო არალეგალურად კი ბატონო. საყოველთაო დაუმორჩილებლობა არის გამოსავალი, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში უბრალოდ ყველას, ან ძალიან ბევრ ადამიანს ჩასვამენ ციხეში და ეს შეუქცევადი იქნება ეს პროცესი. შესაბამისად, ადამიანებმა უნდა გაიაზრონ, რა არის სოლიდარობა, რა არის ერთიანობა და რა ძალა აქვს ხალხს. მე მგონი ქართველებს დაავიწყდათ და უბრალოდ უნდა გაიხსენონ, რას ნიშნავს ერთიანობის ძალა. შეუძლებელია ხალხს მოერიოს ნებისმიერი ოლიგარქია, რომელიც ის დგას ერთად. უბრალოდ მოვუწოდებ ამ ხალხს, რომლებიც სხედან სახლებში, რომლებიც არიან ჩვენს მხარეს. უბრალოდ სხედან სახლებში იქნება ეს შიში, იქნება ეს კონფორმიზმი, იქნება ეს რაღაცა სხვადასხვა დაზარება, არ ვიცი, სხვადასხვა მიზეზები ძალიან გთხოვთ. გონს მოეგეთ, პასუხისმგებლობა აიღეთ, როგორც საკუთარი თავის მომავალზე, ქვეყნის მომავალზე, ჩვენს უსაფრთხოებასა და თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე. ყველა სიტყვა გაიხსენეთ, რაც კი გარშემო, თქვენს გარშემო ისმის ამდენი ხანია, გამოდით გარეთ და დაგვიდექით გვერდით, იმიტომ რომ ეს ახლა სამართლებრივი სიტყვებით ხომ აბსურდია და ხო უბრალოდ ადამიანური სიტყვებით გავიაზროთ, ხო, რა თქვა საბამ. ანუ, როდესაც მიდიხარ მარშით და თავისი ინიციატივით თან ამ გოგებს არ გამოუწვევიათ არავინ და როგორც წესი გამოწვევა არ ხდებოდა. თავისი ინიციატივით გაუპატიურების საშინელი სიტყვებით გემუქრება პოლიციელი. შენ საერთოდ აღარ აქვს თქმის უფლება აღარ გაქვს. ანუ უსინდისო ხარ, უზრდელი ხარ, ეს სიტყვები შეურაცხყოფად შეიძლება ჩაითვალოს, თუ მათ ეს მოუნდათ. ანუ აი აქ მივდივართ რა, რომ შენ დუმარედ მიდიხარ, გაგინებენ, გაფურთხებენ, შეურაცხყოფას გაყენებენ, დაქცინიან, გამცირებენ და შენ ეს ყველაფერი დუმარედ უნდა აიტანო, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა ასე. ანუ ასეთ ქვეყანაში თუ უნდა ამ ადამიანებს ცხოვრება, აუცილებლად მოვა მათ თანაც რეჟიმი. უბრალოდ შეუძლებელია, რომ მათთან რეჟიმი არ მივიდეს და სანამ დროა ხალხო ყველა გამოდით გარეთ. ჩერჩილს აქ ნათქვამი ამერიკელებზე, რომ ამერიკაო მას შემდეგ იქცევა ყოველთვის სწორად, რაც ყველა ვარიანტს ამოწურავსო და მე მგონია, რომ ქართველებზე არის ეგ ნათქვამი, აუცილებლად სწორად მოვიქცევით რავი, ანუ ურყევი რწმენა მაქვს მე ჩემი მოქალაქეების და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე ვერ გაგრძელდება. უბრალოდ ჩემი შეფასებით ეს არის მარათონი და არა სპრინტი. სისტემა იშლება ნელ-ნელა, მაგრამ აი პროცესში რო ხარ ძალიან რთული, ახსაქმელი არის, ეს შლები რა, მაგრამ აი ხა ნახე, აი ეს ყველაფერი რასაც საბაგვი ყვებოდა არის ამისი ნათელი მაგალითი. ხო, ანუ რატო დაჭირდათ ეს გაძლიერება, რატო დაჭირდათ ეს რაღაცა გუშინ რაც დაიმართეს ელეთმელეთი, ხო? იმიტომ რომ ისინი არიან დიდი პრობლემების ქვეშ, იმიტომ რომ მათ შორის ეშინიათ საკუთარი თავების გამო, იმიტომ რომ ზუსტად იციან რომ ის ბატონი არქიფო რომ დაიხურავს ქუდს და რომ წავა ესენი აქ რჩებიან და ნუ გეშინიათ ხალხო, ანუ გაიხსენეთ რომ ჩვენ ვართ ის ხალხი, მე მაგალითად გიორგი გახარიას ძალიან დიდი მოწინააღმდეგე ვიყავი, მაგრამ ჩემ მეგობრებთან ერთად როცა მასზე იძალადეს, პირველები ვიყავით, ვინც მისი ესე საჯაროდ დაცვა მოვითხოვეთ რა და თქვენ შემთხვევაში ეგრე მოიქცევით, ოღონ კანონის ფარგლებში. და ასევე ეგეც ყველამ უნდა იცოდეს და საბათ თქვენინაირი იურისტების დახმარება დაგჭირდება, რომ სათითაოდ ყველა აგებთ პასუხს აუცილებლად ოღონ სამართლიანი სასამართლოს წინაშე რა და ამას მივახცევთ აუცილებლად კვირდებით ჩემი და ჩემი თანამოაზრეების სახელით.
თუ რამის დამატება გინდა უნდა დავამთავროთ. ძალიან მოკლედ დავამატებ, რომ ბოლოჯერ როცა თქვენთან ვიყავი, მაშინ ვამბობდი, რომ აი საჯარო მოსამსახურეებს მივმართავდით, მაშინ საჯარო მოხელეებს, რომ ხალხო თქვენთან მოდიან, აი ეს კანონიდან გამომდინარე, აშკარად თქვენ შეგეხებათ ხო და დღეს უკვე ისიც გავრცელდა, რომ საჯარო სამსახურის ბიუროს, ეს პარლამენტის ბიბლიოთეკა, სხვა რეგიონებში, მუნიციპალიტეტებში ასე იწყება უკვე წმენდა. და ნათიას ამბობს ხო, რომ ანუ მართლა ეს თქვენთანაც მოდის, აკლემი ყველა ცენტრი უბრალოდ გაუქმდა. ანუ ასე შემდეგ ლიკვიდაცია ხდება უკვე ყველაფერში, რაც არ მოსწონთ. და მეგობრებო, მართლა არ არის ძალიან დიდი დრო დარჩენილი, მართლა ჩვენთვის კი არა რაღაცა ზოგადად ფერიული უკეთესი მომავალი. თქვენი საკუთარი თავების უნდა გამოხვიდეთ გარეთ, იმიტომ რომ თუ ესე გაგრძელდა, თქვენი არავითარი ამ ქვეყანაში არჩევნები თუ გაუქმდა, თქვენი საჭიროება როგორც ადმინისტრაციული რესურსი უბრალოდ აღარ იარსებებს და თქვენ ზედმეტი იქნებით. ამიტომ გამოდით, რომ გადავარჩინოთ ამ ქვეყნის მომავალიც და თქვენი მომავალიც, იმის რომ თქვენ საჭირო იყოთ ამ ქვეყნის ფუნქციონირებაში, ადმინისტრირებაში და საჯარო მოხელეობაში, რაზეც ეს ქვეყანა დგას.